100 დღე გავიდა, რაც საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ხავს. კვირიკაშვილმა თავისი მუშაობა უკვე შეაჯამა. ახლა არჩევანში ხალხი შეაფასებს პრემიერს. დღეს ხალხის ხმა რუსთავიორზე. გააქციეს საქართველოს ახლა ცოცხლად მარხავენ. ასე საწუწარკვეთილი ხალხი 90%-ში არ იყო. ხალხის თვალებში შეხედოს არცხვენი არის. რა გვეშველება არ ვიცი. თბილისი, რუსთავი, თელავი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი და ოზურგეთი. საქართველოს 9 ქალაქში ჩვენი კამერები ირთვება თქვენთვის. ნუ აფერისტობენ. ხალხი მართლა შტერიხო არა ვარ. გაჭირება აქამდე მოვიდნენ ისინი რომ ხალხისგან გაიგო. გალბატონი კოვახიძე გამოგძანეს რო არ ჯერავს გამოკითხulis რაოდენობა და ხალხში გაიაროს და მოიკითხოს უჭირს თუ არა ხალხს. მოვიდნენ ფულის გასაკეთებლად. მეცელია ხალხს ჩაუჯდა ხელში გააფარჩა ყველაფერი საკუთრება გახადა. ბიუჯეტი ჩაკის ხელით მოვიდა ხურები ვითათქლებს. მაგენი მათ რახით უნდა გარეკო. საქართველოს უნდა რევოლუცია ისე. რუსთავიორის ჟურნალისტები თქვენი პრობლემების მოსასმენად ჩამოდიან. უსრო ვერ იყიდი ადამიანი ის არის ცხოვრება? მეზობლები მაწოდებენ საჭმელს. მაღაზიაში ლარნახევრისა ვეხვეწე რომ ნისიად მოეცათ. არ მომხსენ. აი ნისიეთ. დაუსაქმებელ ხალხმა როგორ იყიდოს და როგორ ჭამოს. 3 დღეა წამალი გამითავდა ველოდებოდი პენსია როდის იქნება. აი სისხლის ჩამექცა ნერვიულობისგან პენსიის სესხებში ვარ ცუდ. წამალი რო იყიდო მე საერთოდ მშერი ვიქნები ერთად. რას ფიქრობს ხალხი პრემიერზე? კვირიკაშვილი არის ივანიშვილის დაქირავებული მარიონეტი. ხევანდელი მთავრობის ანწამს არაფერი. პრემიერი დინდა იყოს დინდა რა პრემიერი. ერთი სკამიდან მეორე სკამზე გადასვლის. ივანიშვილი მართავს მაგას. მე რაღაცა დადებილებს საუბრობ, მაგრამ თუ შეასრულებს ესაა საქმე. შეასრულე? არა. ნახეთ რეალობა, რომელიც მინისტრების შავი ჯიპების დაბურული მინებიდან არ ჩანს. კასკადიანებმა დახმარება მქონდა ის მომისხნეს. პენსია მაგას ვერ მოძარდა, იმასაც კი მაჩუქებულ ხედა იმურმა მადონა. ნახეთ რეალობა, სადაც ყოველდღე ხალხი ნაგვის მანქანებს, როგორც უკანასკნელ იმედს ელოდება. რა უქნათ, სწონად რა ვიშოვე. მე ვიპარო დამიჯერე. მთავრობა როგორ მუშაობს? რომ მუშაობდეს აქ არ ვიქნები დემეხმარება. ვაგროვებ, ჯარც რომ წამალი ვიყიდო და მე ვისუნთქო. რამდენი ადამიანი მოდის ხომ? ლაგდენი ტელევიზიაში არ იქნება მეგონი. ნახეთ რეალობა, სადაც პოლიტიკოსები პოსტებისთვის, ხალხი კი გადარჩენისთვის იბრძვის. ხოდვარა მარკალი ავშე წამალის სახით ეს მოგდა ვერ უყიდო და ფული რო არის. აქ დამოდის მოკლედ ნერვები. ივანიშვილის არცეთი ხმას არ მიცემ. აი ასე უსულ ხალხს. არჩევნების საერთოდ არ უნდა ჩავატაროთ ხალხმა. უნდა უჭედოთ საარჩევნო ოლქები ყველგან. როდესაც ხალხი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ისინი დაივიწყა, როდესაც თქვენს მოსასმენად არავინ მოდის, ჩვენ ეთერს გითმობთ თქვენ. დღეს ხალხი თავის საქმელს ეუბნება ხელისუფლებას, აქ რუსთავიორზე, არჩევანში.